გერმანიის ნაკრებს ვეთამაშებით ერთ-ერთ გამორჩეულს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. მზადება განწყობა შესაბამისია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშის შემდეგ ყველანი გულდაწყვეტილები ვიყავით, მაინც ვთვლი, რომ დავივიწყეთ ეს ყველაფერი, მზადება მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, დანარჩენი ყველაფერი თამაშზე გამოჩნდება. ვიცით, რომ ფავორიტები არა ვართ, თუმცა ადრეც გონია შემთხვევები, როდესაც ჩვენზე გაცილებით სტატუსიან მოწინააღმდეგეს ვეთამაშებოდით, ამიტომ ვეცდებით, რომ იმ ერთსულოვნებით და იმ ჩვენი მიდგომით თამაშისადმი მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, თუმცა როდესაც ეთამაშები გერმანიის ნაკრებს, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სად უნდა იყო ყველაფრისთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ყველაფერში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ სიტუაციას, რომელიც შეიძლება განვითარდეს სტადიონზე. მთავარი კითხვა იქნება ის, რომ თუ როგორ ადაპტირდებით ჩვენ კონკრეტულ სიტუაციებთან. წინა თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვიმე გამოცდილებას საბერძნეთის თამაშის ხელშეწყობილობაში და მინდა ვთქვა და იგივე გავიმეორო დღესაც, რომ რეალურად საბერძნეთის თამაშზე ბევრი რამე გადაწყვეტა გამოცდილებამ, თუმცა ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი ფეხბურთელებიც იზრდებიან, თამაშთან თამაშამდე ველოდები პროგრესს და ეს პროგრესი მინდა ხოლმე მოიტანზე ვნახო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის ის სპეციფიკა, რომელიც ახლავს თან იგივე ახალგაზრდულ 21 წლამდე ნაკრებს. რეალურად აქ ყოველთვის დგას ორი ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეს არის ის ძირითადი მიზანი, რაც აქვს ყოველთვის ასაკობრივ ნაკრებს, ეს არის რა თქმა უნდა ის, რომ ფეხბურთელები მომზადდნენ იმისთვის, რომ ისინი დაწინაურდნენ ეროვნულ ნაკრებში, ეს არის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდულ ნაკრების და მეორე კი არის შედეგი. რეალურად თამაში დარწმუნებული ვარ, სუფთა სპორტული კუთხით მოვთვლი, რომ ყველაზე რთული სამუშაო ასაკობრივ ნაკრებებში არის 21-მდე ნაკრები, იმიტომ რომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უკვე შენ ყავს ახალი თაობა, ახალი ფეხბურთელები, ახალი გუნდი და ძალიან სწრაფად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს მათი ადაპტირება იმ ფილოსოფიასთან, რომელიც დანერგილია ჩვენთან და ამავე დროს უნდა მოხდეს კომპენსირება იმ ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხის, პრობლემების, რომლებიც რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს. ამიტომ ართულებს ეს ყველაფერს, თუმცა ამას უნდა შევხედოთ ისე, რომ გეთანხმებით ძალიან რთულია, რომ ისიც რთული იყო, რომ 2 წელი ევროპა გვეთამაშა, ამავე დროს ძალიან რთულია, რომ კიდევ მესამე წელი ვითამაშოთ ევროპა, თუმცა ჩვენი ყოველდღიური ფიქრები აქეთ არის მიმართული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს უკრას და ევროპის ჩემპიონატი ვერ ვითამაშეთ, ამით შეიძლება რომ ჩამოგვინგრეს თავზე ყველაფერი, ეს ასე არ არის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ძირითადად რას ემსახურება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. მეორე არის კონკრეტული თამაშები, ხვალინდელი თამაშზე ვიტყვი და რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს, ყველა ფეხბურთელს და ნებისმიერ ჩვენგანს აქვს იმის სურვილი, რომ ნებისმიერ თამაშზე ვისთანაც არ უნდა გადიოდეს, მიიღოს ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს მას. საბერძნეთთან მოედანზე იყო 2 ლეგიონერი, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ჩვენი წარმოადგენდა ჩვენს ლიგას. იყო რამოდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ლიგა 1-დანაც. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, თუმცა პროცენტულად რო ავიღოთ, ალბათ იგივე შეფარდება იქნება ხვალად ჩვენ ვეთამაშებით ფეხბურთელებს, რომლებიც თამაშობენ ბუნდესლიგაში და ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, მე მესმის ხოლმე, თუმცა ისიც ვიცი, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევები ფეხბურთში, რომ ერთობას, გუნდურ მოქმედებებს და სწორ мотиваციას და ჯანსაღ მენტალიტეტს ძალიან ბევრი რამე მოუტანია, ამიტომ დანარჩენი უშუალოდ ყველაფერი ხვალ გამოჩნდება. შევუერთები რა თქმა უნდა ნიკოლოზის მადლობას, რომლებიც მათ გულშემატკივრებს გადაუხადა ნიკოლოზმა. წარმოუდგენლად მაგარი დახვედრა ჰქონდა, ესევე თამაშის მერე იყო წარმოუდგენლად მაგარი, მათ მადლობა იმიტომ რომ დაგვაფასეს და პლუს მადლობა იმიტომ რომ მათ აგრძნობინეს თავი ჩვენს ფეხბურთელებს სხვა დონეზე, ეს იყო თამაშის შემდეგ. ფოტოები, კომუნიკაცია, ავტოგრაფები, წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა თამაშის შემდეგ, დაცვა ვერ იჭერდა უბრალოდ ქართულ გულშემატკივრებს სტადიონზე არ შემოსულიყვნენ. ჩვენი ფეხბურთელები სამწუხაროდ ამ ყველაფერს არ არიან მიჩვეულები და ეთოცის გამოცდილებაზე ვსაუბრობ. ეს ერთ-ერთი ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც გაჩვევს შენ პასუხისმგებლობას საკუთარ გულშემატკივართან, ამიტომ ჩვენ ხვალაც გვჭირდება გულშემატკივარი, რომ ეს ბიჭები გაიზარდნონ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე ვლაპარაკობ და ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებზე. შეცდომა თუ მარტო დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს აუცილებლად შედეგები და უნდა ვითამაშოთ ყოველ წელს ევროპა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ყოველთვის ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ერთმანეთ თუ ასაკობრივ ნაკრებებზეა საუბარი, ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოხდეს ის მიწოდება, რომელიც ხდება უკვე ბოლო წლებია და ხდება ალბათ პარლამენტით, ხდება ათეულობით და ძალიან დიდი რიცხვია უკვე ამ ნაკრებიდანაც დაწინაურდა რამოდენიმე ფეხბურთელი და ეს არის ძირითადი
მთავარი მიზანი, რასაც მომსახურებით ჩვენ ხოლმე შეიძლება სხვანაირად იყოს, თუმცა დღეს ეს არის მთავარი, ამიტომ ამ განწყობით მოვდივართ, ამ განწყობით ვფიქრობთ, ამ განწყობით ვითარდებიან ჩვენი ფეხბურთელები, ამ განწყობით იღებენ ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილებას, мотиваციას და ამას დაემატება ის შედეგი, რაც ყველას გვინდა, ამაზე ჩვენზე ბედნიერი არავინ არ იქნება. კი, მიუხედავად იმისა, რომ იბერიაში სულ მაქვს სათამაშო დრო, მაინც რთული არის ესეც ტურნირზე ასპარეზობა, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ტემპი არის, ეხლა წინა თამაშიც საკმაოდ გაგვიჭირდა ამ კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ ჩემი აზრით, აი ბოლო წუთების გარდა, მაინც დაგვეტყვის ფიზიკური ნაკლებობა, ესე რომ ვთქვათ. ასევე რავი, იმის თქვა შემიძლია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩემთვის ის, რომ ვითამაშო ესეთ ტურნირზე. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან დავამარცხეთ და დასახულ მიზანს ვერ მივახციეთ, გუნდში არის ძალიან კარგი განწყობა, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ უკვე ესეთი თამაში 1000-ში ერთხელ შეიძლება იქ კარიერის განმავლობაში შეიძლება ძალიან იშვიათად მოგიწიოს. ნუ ახალგაზრდა უნაპრებში მით უმეტეს. ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე, მათ ყავთ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, ეს ვიცით, მაგრამ ჩვენც ეს არის უდიდესი мотиваცია და საშუალება იმის, რომ დავანახოთ ხალხს თუ რა შეგვიძლია და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ნელ-ნელა უკვე მათი ანალიზით დავიწყეთ და ხვალ ყველა 100% მზად ვიქნებით. რაც შეეხება გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავხადო საბერძნეთში მოსულს, მინდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ ისეთი გარემო შეიქმნეს იქ, რომ მართლა აი არ შეიძლება რომ არ დააფასო და აქაც იგივე სველოდებით ხვალ რომ ქართველი ხალხი მოვა და ხარს დაგვიჭერს, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვჭირდება ამ ეტაპზე.